ხრუშჩოვმა უთხრა მწვანაძეს, რომ თუ თქვენ ჭკუით არ იქნებით, მე თქვენ აფხაზებს მოგისცემთ. მე მინდა რომ მოსახლეობა მიცოდეს, როგორი იყო სინამდვილეში, რა იყო სინამდვილეში ეს ყველაფერი. გიტოვანი ვალდებული იყო ჩასულიყო სოხუმში დავალება ქონდა. და ეს სქემა გეგმა გაეცნო არძირბასთვის, რომელსაც მე წინასწარ ველაპარაკე და შევთანხმე აი ამ ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა. და ეს მან არ გააკეთა. კიტოვანი შევარდნაძის და სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის განწყობილებებს კი არ ასრულებდა, გერეუს ინსტრუქციებს ასრულებდა, იგივე ინსტრუქციებს ასრულებდა არძიმბა და მიზანი იყო რომ ერთმანეთს დატაკებოდნენ და დაწყებულიყო ომი. ეგზალებათ ქალაქებში და სოფლებში ჩასვლა. არავითარი მოსახლეობასთან კონტაქტი, არავითარი გადასვლა, მხოლოდ კიდიგზის დაცვა. ესეთი მართლაც საბედისმეტო შეცდომა იყო, რომ მე უნდა დამჯდარიყავი თვითნავზე, ჩასულიყავი და გამეგზელებია საუბარი არძიმბასთან. შეიძლება რაღაცა გამოსულიყო, შეიძლება არაფერიც არ, იმიტომ რომ ისინი იზრდებოდნენ. კიტოვანმა გაიარა სოხუმის ცენტრში, თავრობის სახლზე ის მწვანე ხელიანი დროშა რო იყო, ის ჩამოხია. აი ესე დაიწყო ეს ომი. სოფლიო თვლიდა რომ ეს არის რაღაც კონფლიქტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მიქ ბოლოს დემოკრატი ელცინი არის რუსეთში და ის მიხედავს ამ საქმეს. გაუღოთო შვაზეო საქართველო, აქეთო შენიყავიო და იქეთო ზიადი იყოს. კატარას არავის არ ინდოქს სასწაულებს შევიან გაგრაში. ჩვენ უბრალოდ პატარა ბავშვები წავედით. უცებ აღმოჩნდა ესეთ კრატერში чагდებული და აქ ის აღმოჩნდა ესე ვთქვათ შეუდრეკელი. Поставить на колени маленькую страну, ну, рода для России это не проблема, но все же это не удастся. Народ на капитуляцию не пойдет. აფხაზეთის ომში მოდიოდა ყველა თავისი ჯარი. ედუარდ შევარდნაძე საერთოდ ამ ძალების გარეშე იყო. პრაქტიკულად მუდმივად ჩამოდიოდა ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, ყველგან და არა უბრალოდ ჩამოდიოდა, გადიოდა ფრონტის ხაზებს. იმის გზნობაც არ ამაქვს, რომ მან შეიძლება რაღაცა გესროლოს. როგიცხად დავინახებოდი ადამიანებს. არავითარ შემთხვევაში ანგარიშს არ გვიწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ამას კანონი ეოლებდა. რა გვექნა, ჩვენც მიყვებოდით. ნუ გეშინიათ, მე გადაგარჩენთ თქვენო გეუნება. ეხლა იქიდან წვილი მოდის ისეთი, რომ აი მისავით აი ნაბიჯი არა უჩქარა რა. სოხუმში რამდენიმე დღე ვარ და სიმართლე გითხრათ, გარდა სოხუმისა ჩემთვის არაფერი არ არსებობს. პირველ რიგში ჩემ ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები და ისინი ცოცხალი არიან, ზოგი აქაც არის, ზოგი სხვაგან არის კიდე. სოხუმის ჩავარებაზე ვიყავ ზად. იმისათვის რომ რაღაცა გადადგეს. ექსპერიმენტის მომხრეები წინ აღარ მოდიან, კიტოვანი აჩიგვარაში გაჩერდა თავის 1000-მდე ერთგული მებრძოლით. ერთ-ერთ მეთაურს უთხარი, რომ ნახევარსაათში გავდივართ კოდორზე, უნდა გადავიდეთ მეთქი და ჩემი მეთაური სხვა არისო. მიჯებო რა შევია, არა, ყველაფერი დაკარგული. დაუბრუნდეთ, თქვენთან ვიქნებით, თქვენთან მოვდივართ. არა, უკვე გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი. ეს ვაჟკაცხალს არ იღადრება თამაშის დარგვა. ეხლა უთხის საქმე და თუ მოდიხარ, წამოდით და გააკეთეთ საქმე და დანარჩენზე მე ვლაპარაკობ. მე ჩემი საზღვარი გითხარით და თქვენით. ბოლომდე მჯეროდა რომ სოხუმს შევინარჩუნებდით. ბოლომდე მჯეროდა. ეს რუსების სანქციით იყო ყველაფერი. იმიტომ რომ ქართველები იქ არ უნდა დაბრუნებულიყვნენ. რა გვაქვს ჩვენ აფხაზებთან გასაუბრებელი? რას მიიღებენ აფხაზები ქართველების გარეშე? ნუ რა ის გონია რომ იმპერია დაემსხვრა და ორჩა დამთავრდა ისტორია, ამით არ დამთავრდება იმპერიის ისტორია. კიდევ და კიდევ შეხვდება ჩვენ ბევრი და დიდი სიზნელე